Მასა კიდევ ერთხელ რა პოლიტიკური მოცემულობაა დღეს 2020 წლის 18 თებერვალს საქართველოში გახარია გადადგა მელიას დაკავება შეჩერდა ღარიბაშვილი ბრუნდება სწორედ ამიტომ რამდენხანს გასტანს ტაიმაუტი უცნობია თუ ირაკლი ღარიბაშვილის განწყობები და ჩვეული რიტორიკით ვიმსჯელებთ მორატორიუმი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავებაზე დიდხანს არ გასტანს რა მოლოდინია ყოფილი მმართველი პარტიის ოფისში და რა ხდება ამ წუთებში აპირებენ თუ არა კიდევ ერთი ღამის გათენებას ოპოზიციის ლიდერები კახეთის გზატკეცილზე კურამ როგავას ვთავთ პირდაპირ ეთერში კამელიასთან ერთად. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ჩვენი სტუმარი არის ორი დამღლელი დღისა და ღამის შემდეგ ნიკა მელია, რომელსაც ვთავთ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან. გამარჯობა ბატონო ნიკა, მოგესალმებით. მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. საკუთარ ძიმე დღეები გქონდათ და ღამეები. თუ არ ვცდით ორი ღამე უკვე აქ გაატარა. არა გზა იყო, ვისაცლით რომ არა, სტუმრობით, სიამოვნებით, პირიქით დიდი მადლობა თქვენ. საინტერესოა ახლა რას ელოდებით დღეს რამდენიმე მთავარი მოვლენა უკვე ვიხილეთ რომელსაც საფითაოდ შევაფასებთ პირველ რიგში გითხარით თქვენი სამოქმედო გეგმა როგორია იცვლება თუ არა ტაქტიკა მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცვლილი პოზიციის შემდეგ რომ აღკვეთის ღონისძიების განხორციელება ჯერჯერობით შეჩერებულია მე 4 თებერვალი იყო თუ არ ვცდები როდესაც პირველად გავაკეთე განცხადება და ვთქვი რომ გირაოზე გადახტევინება რომელიც დამეკისრა უკანონო და უსამართლო დამეკუსა არ გადავიხდი მაგრამ მას შემდეგ გავიდა დღეს 18 რიცხვია უკვე თებერვალი და ნუ მე მგონი უნდა გაიგოს ახლა ხელისუფლებამ რომ ახლა უსამართლობისთვის თვალის გასწორებას არ ვაპირებ ეს ჩემის აზრით უკვე შემება მომობეზრებოდაც ჟღერდეს ერთი და იგივეს გამეორება ჩემის მხრიდან ტაქტიკა იცვლება არც გირაოს გადახდას და არც ციხეში წავსვას არ ვაპირებ მით უმეტეს ამიტომ მუშაობ ნამდვილად ბევრს თქვენს მეტნაკლებად ახლა ადევნებთ თვალყურს იმიტომ ხართ დღეს მთელი დღის განმავლობაში თორստები ჩვენთან შენობაში სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული საერთაშორისო ჩვენს მეგობრებთან ფიზიკურად შეხვედრით ამ ოფისში გარძელებული სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან და უახლოეს დღეებში სხვა აქტივობებში მივიღებ მონაწილეობას რომელიც გაიმართება შენობის გარეთ შენობის დღეს გქონდათ რამდენიმე ინტერვიუ საერთაშორისო მედიასთან ჩვენც შევესწარით ამ ფაქტს თქვენი ტაქტიკა კვლავ უცვლელია ისევ ოფისში რჩებით და გარეთ არ გახვალთ სხვა შორის ამ დღეებში მუდმივად შიგნით იყავით თუმცა დღეს მომხრეებმა მადლობის ასე ვთქვათ აქცია გამართეს სადაც თქვენს გახვედით და სიტყვით მიმართეთ მათ ანუ ეს სტრატეგია კვლავ უცვლელია ოფისში ცხოვრობს ნიკა მელია დიახ მუშაობ ცხოვრობ მანამდეც არაერთი ღამე გამეთენებია მე ამ ოფისში რომელიც იძლევა შესაძლებლობას ნორმალურად იმუშაო ხო ვითარება არ არის ორდინალური რაღა დაგიმალოთ ეხლა უზადო გაგადრებთ თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა მაგალითად რუსთაველზე აქციაა დაგეგმილი არა მარტო რუსთაველზე სხვადასხვა ხა იქნება ეს გდანი იქნება თბილისის სხვადასხვა რაიონები ვაპირებ უახლოეს დღეებში მივიღო მონაწილეობა ფიზიკურად ანუ ოფისის გარეთაც გიხილავთ ამ ნამდვილად აუცილებლად ეხა ვაპირებ ეხა როგორც პოლიტიკურ აქტივობებში მივიღო მონაწილეობა ეხა შაბათს პანაშვიძეს უნდა მივიდე ეხა ზე გაუცილებლად ერთ-ერთი ახლოვლის და ვაპირებ მართლაც ეხა თქვენს ეთერში ვამბობ გასვლას ვაპირებ ოფისიდან და ამას ეხა წინ ვერაფერ ვერ დაუდგება და ვერც ირაკლი ღარიბაშვილის და ვერც ფარცალაძის და ვინც არ უნდა დაენიშნოს და ეხა რაც არ უნდა ამაზე ვისაუბროთ ახლა საინტერესოა ღარიბაშვილის კანდიდატურა რამდენად იყო თქვენთვის მოსალოდნელი მას შემდეგ რაც გადადგა დღეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რას ნიშნავს ზოგადად თქვენთვის რა გზავნილია ეს ქართული ოცნების მხრიდან რომ ისევ ხელახლა აბრუნებენ ღარიბაშვილს რომელიც სხვათა შორის თქვენი და სხვა ოპოზიციური ლიდერების შეფასებით მუდმივად იყო კრიტიკის ობიექტი მის ასე ვთქვათ კორუფციულ წარსულთან დაკავშირებით ხშირად საუბრობენ და არა მხოლოდ ოპოზიციაში თავად ბიძინა ივანიშვილმაც არაერთხელ ინტერვიუებში აღნიშნა ეს ფაქტორი. ღარიბაშვილს საუბრობდა კორუფციულ წარსულზე თუ ჩვენ საუბრობდით. ბიძინა ივანიშვილიც კი საუბრობდა მაგალითად კლანზე ღარიბაშვილის კლანზე ჩვენ გვახსოვს ინტერვიუები. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გზავნილი რომ ღარიბაშვილი ისე წარმოვიდგინეთ ჯერთხელ მეორე შემოყვანა იქ სადაც უკვე იყო ნუ ესეც სამწუხაროა რომ
რესურს გამოცლილია ჯერჯერობით ხელისუფლებაში ყოფილი ძალა, როცა ქართული ოცნებისადმი იყო უდიდესი ნდობა, მაშინ იყო ეს ბატონი პრემიერ-მინისტრი და ვერაფერი აკეთა. ვერაფერი ვერ აკეთა გარდა ლანძღვისა, გინებისა, შუღლის გაღვივებისა, ბოღმა და ბალღამის თხევისა, ნუ ეხლა ვარ ვიგონებ, ეხლა ეს ადამიანი მუდმივად ცდილობს რომ იყოს შეურაცხყოფელი არა მხოლოდ ოპონენტების მიმართ, ზოგადად შეფასებებში. ამას დაბალი კლასის ბრალეულობა უძღვის ალბათ, ბრალი არის მისი არა როგორც ირაკლი ღარიბაშვილის კლასი არ აქვს პოლიტიკური და მაშინ ვერაფერი ვერ გააკეთა. ახლა რა უნდა გააკეთოს? ვითმეტოს 20-21 გვაქვს, ხო? ადამიანი ეცდება თავი წარმოაჩინოს კლავ ბოღმის თხევით, არ ვიცი, შუღლის გაღვივებით და რა თქმა უნდა, ეხლა ექნება დაუოკებელი სურვილი, რამენაერად ახლა დაესიზრება ალბათ მიხილოს ეხლა 4 კედელში, მაგრამ ნუ ესეც ცალკე უბედურება, რომ თავარი იმისი ამოსავალი წერტილი ეს არის და რატო ბოდიში დავასრულე, სხვა რაღაცა ხომ დააკეთოს, სხვა ვერაფერს ვერ გააკეთებს. სხვა რაღაცა რო აკეთოს, არის ფაბრიკის გახსნა, ქარხნის გახსნა, განათლების სისტემაში რეფორმების გატარება, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის საკითხების შემუშავება და უამრავი რა. რასაც რეალურად ჭუმარი პრემიერ-მინისტრი უნდა აკეთებდეს პროფესიონალი, მაგრამ ამას ეხლა ვერ გააკეთებს ელემენტარულად, რომ თუნდაც პროფესიონალი არ არის და ვნახეთ რომ ვერ აკეთებს. შესაბამისად რაღაცა ხომ უნდა ხან თქვენ გურავ რომ მიხვალთ ირაკლი ღარიბაშვილთან და კომენტარს ვსთხოვთ. მან ხომ რამე უნდა თქვას? მიკროფონს ოდესაც მიუშვეთ, რამე ხომ უნდა თქვას? ზურგს ხო არ შეგაქცეთ და ეს რამე იქნება ჩვენი კრიტიკა, ჩვენი ლანძღვა, ჩვენი გინება, ახლა იქნება რომ მელია დასაჭერია, მელია გასანადგურებელია, მელია ფოტოშორის ზუსტად ამ კონტექსტში ახსენეს დღეს თქვენმა თანამებრძოლებმა ის რომ ღარიბაშვილი იქნება სწორედ ის პრემიერ-მინისტრი თუ კი დამტკიცდა რომელიც მოაწერს ხელს თქვენს დაპატიმრებას. ნიკა, აუცილებლად უნდა გკითხოთ უშუალოდ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება პირველი და მოლოდინი მისი როგორც მომავალში ლიდერის ხილვა ოპოზიციურ სპექტრში შესაძლებელია თქვენი პროგნოზით? ეხლა პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რამდენად ეს ადამიანი აპირებს პოლიტიკაში დარჩენას არ დარჩენას, ვერ გეტყვით. თუ ბიზნესმენის წესაც აქვს გამონაკლისი, ამასაც დავინახავ და რას გულისხმობ? მჯერა რომ ბიზნესმენის პოლიტიკაში ხალხი ყავდა დასაქმებული. უბრალოდ პოლიტიკაში არ იყვნენ ეს ადამიანები, პოლიტიკოსები არ იყვნენ, პოლიტიკაში დასაქმებული ყავდა. ეხლა თუ რომელიმე ადამიანი თუნდაც გახარია სახით ამ წეს და არ გვეს და პოზიცია შემოწმებს, არც ამის მომერიდება. რაც შეეხება უშუალოდ გახარიას, ჩემის აზრით ეს ის შემთხვევა, როდესაც არ უნდა მოვერიდო თქვა სათქმელი სიმართლე, რა თქმა უნდა, მან დღეს მიიღო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით ის იამაყებს. ის პირად იამაყებს განსხვავებით 20 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებისა. თქვენგან ის მადლობას იმსახურებს ამ ნაბიჯის გამო? ანუ ჩემთან მან მიიღო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ დასაფასებელი არის. კი, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ ადამიანს ზურგს უმაგრებდა ნეგატიური მძიმე გამოცდილება, რომელიც უკავშირდებოდა 20 ივნისს, უკავშირდებოდა გავლილობს. იგივე საქმის ფარგლებში ახლა კლავ მეორე 20 ივნისის მოწყობა, ეხლა კახეთის გზატკეცილზე უბრალოდ გეოგრაფიულად სხვა ადგილი იქნებოდა შერჩეული, ამ ადამიანმა უბრალოდ ეს რისკი არ გასწია, ხომ? დასაფასებელი, იმიტომ სახელმწიფოებრივად მიიღო ეს გადაწყვეტილება, სახელმწიფოებრივი პოზიციების გათვალისწინებით მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ახლა სამწუხაროდ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა 20 ივნისს, ახლა პირდაპირ თუ ვირიბათ, ის იყო მონაწილე, მით უმეტეს გახსოვთ, შევდიოდით მოლაპარაკებებზე მასთან, რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი. ერთი სიტყვით, დიდი მადლობა თქვენ მაყურებლებს და ყველაფერი იქნება ისე როგორც ჩვენს წინაპრებს, ჩვენს მომავალთაობებს ეკადრება და ეკადრებოდა. მადლობა, ეს იყო ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომელმაც უპასუხა ჩვენს კითხვებს და ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სადაც ასევე ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ნიკა მელიას და ამ პარტიის მხარდამჭერები და ისინი კვლავ აპირებენ ჩვეულ რეჟიმში აქ დარჩენას და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, რომ კვეთის ღონისძიების აღსრულება შეჩერებულია დროებით, აქ მყოფი ადამიანები მაინც მიიჩნევენ თავს ვალდებულად, რომ მაინც დარჩნენ და გააგრძელონ, ასე ვთქვათ, სოლიდარობის აქციები.